Siodga. Დღესასწაულით ავტომატ. ყოველკვირას ხო დღესასწაულით არის შეცდა. და შეგვიძლია ხა სიხარულის დღეა, შვების, უბეშის და მოუცხოვრების დასვების. რა გითხრათ აბა? საიდუმლო ესეთი დარშტა კაცთვის შეუძლებელია მის დაგება, დაჯერება, დასწრება, მაგრამ ცხადია რომ მუწაფებმა იხილეს ალბომი ქრისტე და ამიტომ იხილეს ალბომი ქრისტე, მაგრამ მისი აი უნება ადგომილი სხეულის უნება იხილეს და განიცადეს რომ დახშულ აი ამ ოთახში უცებ ჩდებოდა შუაში მოწვეს და როჯიგეს ვარათს სული რაღაც მომდება რა სულსა და ხორცი არა აქვს მე მოგნახეთ შემოწმეთ რა აი ჭრილობები თამაშობს რა ეხლა პირა იყო თამაში ხო ნახე ჩემ დამშულ ხელები ვერტი ანუ ეს რეალობა არის ეს არ არის იქ გზაზე ემაუში დამოწდა მარია მაგდალენას გამოიცხადა ну დედა ღვთისმშობელს პირველად გამოიცხადა და მე ეს თაზე აიყვანა პალმა და იხილს ამაღლებს ბოლო სიტყვა ბოლო კურთხევა ამას მათეთ მოთხოვს მარკოზით მოთხოვს იგი თავდენი მოწმობა რო არის არ დავიჭიროთ იქ ეუბნება მოწაფებს რომ გაქო რამე საჭიროა დაარწმუნოს სიმდენ დაუჯერებელი და რამე საჭიროა და ივაკუ ცოტა შეწეთების ნაწილი და ცოტა ესე იგი ეს ფიჩა თაფლით გოლი ესე ძველ ქართული თაფლის გოლი და ჭამა მათინაში და ბოლოს დარჩა ხერხემალების აი ეს სიტყვა თქვენ ეს არის სიტყვა რომელიც მე თქვენ მოგიცით თქვენ ამას ხორცელა შეასხათ აღარ თქვენი გადაგეთათ მე ესაუბრეთ რა თქვენ იხილეთ სასწავლები ეს არის ვოთ ხერხემალი სარწმუნოებისა ამოსაც თქვენ ხორცელა შეასხათ თქვენი რწმენით უფლისწულით სიყვარულით დასვებით და ადამიანების ზრუნვით რომ უფალი მოვიდა რომ აცხოვნოს რა აცხოვნოს ხო არის ცხონება რა არის ну ამობებს რომ სასწრაფო გამყდება სასწრაფო რა არის კიდე გითხარი ну აქვს რა ჩვენ არ ვიხილავს ხო მაგრამ არა ვიხილეთ როდის ვიხილეთ ყოველ დღეს სახარების კითხვის შემდეგ იგალობებას ალბომა ქრისტესი ვიხილეთ თაღოსებია საფარგლების იესოს უცოდვასა იგი ჩვენ მოწაფებმა იხილეს ჩვენ ხედავთ ის განგება მოქმედებს ქვეყანაზე მაგრამ მას ხედავთ როცა საოცრება მოხდება მაგრამ მე ვერ ხედავთ ის ნაშენს რომ არამა სოფლისა არის და სოფლის საზომით ჩვენ ამას ვერ გავიგებთ მაგრამ შეიძლება მექნება არა სოფლის საზომი მე ხარ მოვიგონეთ ხა ფანტასტიკაში შთაგონებებით არა ეფესიანს არა ეს კი ხიბლი იქნება ამ როგორ უფალი მოქმედებს თვითონ მარიამ მთელი რისის ჩავიდა იერუსალიმში ერთი აღერნის ხო ამ პარტნიორად უნდა შესულიყო დადაში და ვერ შევიდა
ისო ძალა რომ თარუხებს და სანამ სინამდვილე არ გამოვიდა, სანამ არ განიცადა თავის გავლენის ცხოვრება, მანამდე ვერ შევიდა თამაში. აი რაღაც მოქმედება მოხდა და მაშინ არ მარტო რწმენა უფლისა უფალი აქვს ქვეყანაზე. არათუ უფალი ცოცხალას და ჩვენ შორის არის და ასე ვამბობ რომ ყველა ფილოსოფია თუ რელიგია თაებაზე და ეწევა თავს ტრანსცენდენტულ ფერზე, სადაც იქ რაღაც და ქრისტიანობა არა მარტო ტრანსცენდენტული, იმანენტური ჩვენში გაცხადებული ღმერთი. თავისი განგებით, თავისი მოქმედებით, მადლით, წყალობით და მოის რა არის ეს სამოთხე, რა არის ეს სასופველი, რა არის ცხონება. უფალმა ადამიანის შექმნა ხატებისამებრ და მსგავსებისამებრ, ხო? ხატება ჩვენში არის, ვიცით რაც არის. ხო? სული აქვს მონჯებული ისაგან, გაქთავისუფლება ნება გაქვს შენ და შემოქმედების უნარი ნიჭი. ეს სამი რამე ყველას აქვს. როგორ დაცემთ უნდა იყოს ადამიანის აქვს. სული არ დაერჩევს. ნებათ არა. ხა არასოდეს თუ ირჩევს ეს მისი, მაგრამ ესე დაცემული ბუნების გამო ხდება არასოდეს არჩევანი. მაგრამ შემოქმედება მაინც ხო რაღაც კეთება შეუძლია. რამდენი ხო ცოდვილი ადამიანი რაღაცა გაუკეთებია ქვეყანაზე. სახლი აუშენებია. რაღაცა გადაურჩენია. ირათა მეურნეობა ქონია, მოულია და დაუთესია და დანერგა რაღაცა შეუძლია. მაგრამ მსგავსებას ადამიანი უნდა მიაღწიოს. რადგან დაეცა დაცემიდან უნდა დაუბრუნდეს უფალს. როგორ? ეს უფალი მოწყალია, უფალი მართალია, ისეთ მართალია ხო? უფალი წმინდა, შედიხარ წმინდა რომ შეგვიძლია. ანუ უფალს ემსგავსე სათნოებებით. ეს სათნოებები განცხადებულია ჩვენ შორის. ასე რომ ჩვენ ვიცით, მაგრამ არ შეგვიძლია. რატო არ შეგვიძლია? იმიტომ დაცემული ბუნება ხელს მიშლისმე. და ისო თავაზობს ამ სოფლის კომფორტს, სიამოვნებას, გამდიდრებას, თანამდებობის მოპოვებას, ხალხში გამოჩენას, ცნობილი პიროვნება იყოს და ყველა ესალმება და ეს ესე. აი ესია ართა ტოლვა შეხებისგან ქება მიიღო, დიდება მიიღო, რათა წარმოადგენდა. უფლისგან ქება? არა, ამას არ ვეძებთ. რასია უფლისგან ქება? უფალს ემქევსები. და სამოთხე რა არის? და მე ადგილი ფიზიკური კი არ. სამოთხე ჰარმონია უფალთან და ყველა მის ქმნილებასთან, სამყაროსთან. მაგრამ სამყარო ხო არ იქნება? ნივთიერი არა, სულიერი. და სულიერ სამყაროში ანგელები არ არიან. იქ ღვთისნება და ღვთისახურება გრძელდება, მაგრამ სხვა სახით არის ეს. იქ სერაფიმები გალობებენ, ქერუბიმები გალობებენ, რაღაცა ნება. ახლა ჩვენ უკვე ვინდა და მე რა იქნება? ჯერშენ სადა ხარ და მე რა იქნება? ხო, მე საბავშვო ბაღიდან ხო სკოლაში ბავშვი მიიყვანო და ну იცის რა სკოლა რათა დიდების მიიყვანეს, ჩანთა უყიდეს, ახალ თანამდებობებს და მივიდა, ну ყვავილები, მუსიკა რაღაც ბავშვები პერი ხალხი იღება დაინტერესდა. ერთი დღე მივიდა სკოლაში და მივიდა მესამე დღეს მივიდა და
Răcădeș de dată și eu, dar scoși. Ховიხავ და გამიგდა. ნახეთ ეს ხოლმე. ხო. მე პირველში მე-11 კლასი არ ნახია. ხო და მე ნუ კაი თამაში, მაგრამ მე რა. და ისევ ეს უნდა გაიასაფე ხომ და გაიარო. მე თქვა უმაღლეს ასწავლებელი. მე პროფესია გექნება. მე იმუშავებ რა, მე შეიძლება ოჯახი შექმნა. შვილები ხო კაი. მე ჯერ პირველ კლასში დაიმთავრებია და იქ რა იქნება. და წარმოგენარება, ხო? ნუ ცოტა დიფერენციალური ინტეგრალები, ლოგარითმები, ახლა ცეტრა უნდა გაიარო და ხა იძახი მერე და ხო და მერე ბოსეტა და მერე სიკვდილი. ხო არა ეგ არ მინდა. ხო და გეუბნები არ სიკვდილის შემდეგ კიდე არის. ისევ და იქ რა იქნება? მოდით ესე იგი ჯერ სადაც ვართ, ჯერ ის გავიგოთ. აქ რატო ვართ, ვინა ვართ და რა უნდა ვაკეთოთ. თუ ჩვენ ეს ვერ გავიგეთ ეხლა აი დღეს აქ. მაშინ ხვალდე იქნება საშემოდგ გამოცდა, ისევ დაფიქრე. ვინა ხარ, რატო ხარ, რა უნდა გავაკეთო. და თუ შენ მაინც ახლა აქვე არის დაცემული ბუნება. ნუ ეხლა მოდასალპები თქვა. ნუ მოვიდა პირველ მსოფლიო ომი და მუხლებამდე აიძება. პირველ მსოფლიო ომში რეალობა მუხლებზე ვით. ეხლა საერთოდ უკვე მინიშორტებითაც დადიან და ითვლებოდა და პროგრესულად მოაზროვნე ადამიანები არიან. ანუ რა სიშასო? ჩვენ თუ სხვა რაღაცას ვირჩევთ. და როდის ავირჩევთ იმას ასეთ თვალ ჩვენ პირდება. როდის გავიგებთ რა არის ალთომა. როდის გავიგებთ რა არის სასופველი. თუ ჩვენ არ დავიწყებთ ქრისტეს მიერ ცხოვრება. მაგრამ როგორ დავიწყოთ? თუ არ გაქვს სიამ განსაკუთრებისა წოდოთა. თუ არ გაქვს განსა მიღმული სამყაროს არსებობის. აი გეტყვით. ლოგიკურად შეიძლება მიხვიდე. ამ დაშკამდე რომ ის უნდა არსებობდეს. არსებობს თუ არა მე არ ვიცი. თუ ის არ არის, მაშინ ცხოვრება საერთოდ აზრი არ აქვს. და რა არის ის რა უნდა შეუდეს. აი ვიცი, არის მართალი ადამიანი და არის ვერაგი მათყუარა, ფიდი, მოღალატე. რა მნიშვნელობა აქვს? თუ მაინც სიკვდილი ყოველს გაასწორებს მიჩასთან. და ის რა მართალი ცდილობს რომ მართლად ითხოვს და დევდინლია. არა. მასში სინთეზის ხმა მოქმედებს. ის კარნახობს ესე არა, ესე მოცი. და დანარჩენს არ ქონდა სინცხმა, კი რა თქმა უნდა, მაგრამ ანგარებით, პატიმოყარებით, დევის მოყარებით, მათოთ მოიცა რა ეხლა ყველა იტყურება, მოდი მეც მომიტყურებ. მოდი ყველა მაინც გამდიდრებულ მეც უნდა გამდიდრდე. ყველა თათა უნდა წარმატებს მიაღწევ მე და ისება შეჯიბრი რაცენ ბუნების აი ამ ღირებულებელთა სისტემაში შორის. მარათონი სადამდე სიკვდილამდე. და რას მიიღებს? მერტი შეისმა, ეს მიახლოვდა, ეს მიემსგავსა და მისი სიკვდილი არის არა მარტო ფიზიკური, არამედ სულიერი სიკვდილიც არის. და სული უცხოა, უხტია, უცხოა მსასופველისით, უცხოა სამართლისათვის. ერთმა მოდრონ ადამიანმა თავის მოდვარს უთხრა რომ მაი არ მესმის რა ტანჯვა უნდა იყოს, რატომ და ვიტანჯო იქო და საერთოდ რას გვაშინებენ არსებობს არ არსებობს და
გინდა გაიგო და კი როგორო იცი რა მოდიო შენ ჩაიკეტე ეგ ხო გაქრაცა ისეთი სელტერტი თქოს იგა როგორ თახში შედი იქო შუქი ჩაქრე და ჩაიკეტე და არ 3 დღე არ გამოხვიდე იქიდან წყალი გინდა დალია კი ბატონო გასათურას ხარავენ კი ბატონო მოისახმე არ გამოხვიდე იქიდან 3 დღე ამ სიბნელეში ჯექი ну что ნახევარი საათი ის 1 საათი მე რაღაც გაახსენდა ხო ის გასაკეთებული ის გასაკეთებული ой ჯერ 1 საათი გავიდა 2 საათი გავიდა 3 გავიდა 24-ია და გადის უკვე 7-8 საათი და გამოვარდება აღარ შემიძლია აი ხო ხედავ მოთხოვნა ვერ შეძელია და გავიკარდ გამოხვედი იქიდან ვერ გამოხვალ აი ეს ტანჯვაგელოდება შენ თუ არ მოგიქცევია თუ შენ სულიერი ცხოვრებისკენ არ დახვედი და სულიერ ღირებულებათა სისტემაში არ აზროვნებ განისტი ხედავ თუ ანუ იმ სისტემაში რომ ვცდოთ იქ არის ის შედის უცხოა შენ გჭირდება რაღაც საქმეები ამ ქვეყანაზე და ვეღარაფერს ვერ აკეთებ დამთავრდა აი ესე ცეცხლებს წავს ადამიანს განავი შეუკეთებ ცეცხლს შეშას თუ ქაფა არა ეს არის და რა შემთხვევაში არ იქნება თუმცა შენ ჰარმონია გექნება იმასთან თუმცა მსგავსებას მიაღწევ ისას ბუნებითად უკვე იმასთან აი ეს არის ასეთი მარტივი მაგალითები რომ ერთის ხრი ხდები რომ თუ სულ ერთად შენ როგორ ცხოვრობ და მაინც მარტო სიკვდილი არის მაშინ დიდი უსამართლობაა ცხოვრება მაშინ სიყვარული რა არის ოჯახი რატო გინდა შვილები რატო უვლი ყველაფერი აზრს კარგავს და აზრი აქვს თუ შენ აი დაცუნების ღირებულთა სისტემაში რადგან რომ აქ ამ ქვეყანაზე რაღაცას მიაღწია რას მიაღწია თუმცა მედლები ორდენები ჩინები პაგონები თანამდებობები ვიღაცას მადლობები ვიღაცას არ გაუწევი ვედრები თხოვნელი ვიღაცა გამოიჩინება რაღაც და მაგრამ ამას რომ მიაღწევ შენ რაღაცა ხერხები თუ და მიაღწია მას და ხშირად ვახსენ ხოლმე იგი ხინჩეს ну მას ბევრი სენტენციები აქვს მაგრამ ერთ-ერთი ესეთი სენტენცია რომ ადამიანებს რომ თავის ცხოვრების პირველ საფეხურზე სვენია თავის უზნეობისაო და ამ კიბის ზედა საფეხურზე ზნეობის სვენია აი რატო იმიტომ რომ ამ კიბეს ვახვიდე შენ უნდა ჩავარ გამოსდე ვის შორის კონკურენტებია და ის გატყუებს ეს იმას ნათესავები ყავს იმას ნაცნობი ყავს ის გთამი მისცა და ამში შენს უკვე ამ ხერხებით მეებრძოლო და ადიხარ და იქ უკვე შენ რა სინთეზი რა ნამუსი რა და სული დეგრადაცია ხდება აი სულიერი ღირებულთა სისტემის ხალხით და სამაგერად ის ხდება აი საოცრად პიროვნება იქ და კარგავს რას უცველობას ულცენ დაგვადა ჩემ თაღმეთა სულწრფელი განმიაღრება ამ საჩემსა მონანული მეფე დავითი ამას ამბობს სულწრფელი განმიაღრება რომ სიცრფელი დაგარგანი ჩაიდიან უდიდესად ეხლა როგორ გამოჩნდა და აი ეს დამებრუნეო აი ესე მსგავსება ღვთისა მან მოინდომა და ის რეალური პიროვნება
და რაც მან დაწერა ეს ხომ მისი გამოცდილება სულიერი და როგორ მე ამას ვკითხულობ და მე არ მეხება მეც მეხება მეც იგივე ვკითხულობ რომ გული წრფელი მინდა გულიც მინდა მაგრამ მინდა როგორ მიიღწევა როცა შენ სოდებში ხარ იგი ცოტასთან ბრძოლა საჭირო როგორ უნდა ვიბრძოლ ცოტასთან სინამდვილით სხვა იარაღი არ არის არის კიდე იმ ცოდვის თუ ბორტვის სიკეთე გააკეთო ანუ რაც იცი რომ უნდა გაგეკეთებინა და არ გაკეთებე ეხლა გააკეთე მათ იმ ადამიანთან შეგეშვა სხვასთან აღარ შეგეშვას პირიქით იქ დავუცე მე იმას იკეთე გავუკეთე ბოლდებას შეგეს თუ პასუხი რაღაცა ხო აი ისე ცხოვრება ჩვენი და მაშინ ამ ცხოვრებას აზრისი აქვს უკვე აზრისი რომელიც იმ კარს გაცდება რომელსაც ქვია სიკვდილი შენ უკვე სიკვდილი აღარ გაშინებს რატო შენ უკვე იქ გაქვს რათა წილი ეგ მიდიხარ ახლა რამდენი მოტყობებია ადამიანის ფითხილველები ვინც არიან მაცხოვრის გამოცხადების ღვთისმშობლის გამოცხადების ანგელოზის გამოცხადების და საუბრის მანძილზე ყველა იტყვება არა მაგრამ გულის დაბადო აი მათ ეს იმად უფალი გამოიცხადა მათ შესასწავლი ნახეს საზღვრებაში და როგორი უნდა მიხდე და შენ ამ სოფლისათვის რაღაც ცნაური ვინახავთ რომ შენ არ ცხოვრობ იმ ღირებულთა სისტემით რომელთა ეს სოფელი ცხოვრობს არა კარგი ადამიანი ხარ მაგრამ ცნაური ხარ ეს ხასეთა შენთან საუბარიც არ გამომდის ეხლა სუფრაზეც ვერ ვლაღობთ ისე რატო ის არა მოსოფლის არის და სოფლის უცხო არის არა მოსოფლის არის ხო და მაშინ ჩიდამოდი და ისე მოდის ხოლმე ჩვენ რაღაცა ვერავთ არა მოდის ეხლა ნუ გადავპატეჟებთ იმას ლაღად ვიყოთ ეს არის მსუბუქი ფორმა მტრობისა შენ გარიყვის აქედან ხო აი მაგრამ აი შეცდები რომ გაირიყები ეგ არ გაწუხებს რომ შენ მარტო ხარ და არა სხვა არ არის ამარტო მე ვარ უფალი გამოგიჩენს შენ მარტო არ ხარ ასოთ ილია სარმეტყველი ემალება მეფეს გატარმართებულს ვითხოვდი სწორად ვიდო ცოლი ყავდა წარმართი ეზაბელი და შეღავდა უფალო შენი საკუთრეული დაანგრიესო შენი მსახურები მოკლესო ჩემს უზად ეძიებენო მე მარტო დავრჩიო მე 7000 შევინახე ჩემთვის მაგრამ შედიმოთ არ იცნობ ედო უფლის სიტყვა მოციქულებთან საერთოდ შერობაზე გახსოვდეთ როცა უფალი უბნება თქვენ ყველანი ამ ღამეს მე დამტოვებთ მარტო მაგრამ მარტო არა ვარ აი ეს განსაზღვრო შენ მარტო არ ხარ შენ უფალთან ხარ ანგელოზებთან ხარ წმინდანებთან ხარ შენ უკვე იმ სამყაროსთან ხარ ერთობაში ისინი შენთან არიან აი ეს სულიერი დომა ამისა შენ გადაძალას რომ კი ეს სოფელი ისე მაგრამ მიუხედავად ამისა ამ სოფელს სიკეთეს ვკეთებ მაგაც აძლევ
რომ სხვა ცხოვრებაც არსებობს, არა ის, რომ თქვენ ცხოვრობთ. წარმავალი და ცოდვით სამსახურში. სხვა ცხოვრება არის. ხო. და აი ეს ცხოვრება ამ ცხოვრებას მიყავს ადამიანი, უდეთ აღგომიცება. უდეთ ყველა აღგება. უფლის მეორე ფორსა ყველა აღგება. როგორ აღგება, რა მე აღგება. უფალი როგორ აღგება. თვითონ კაცობრივ ბუნებით მან განიცეს სიკვდილი. ღვთაებრივ ბუნების ხება. რაში შეეხება ღვთაებრივ ბუნების ხება? რომ ძალა რომელსაც შექმნა სამყარო. ძალა შექმნა ნივთი, აი ეს მიკრო სამყარო, ეს ატომი და მოლეკული და ვინ შექმნა კოსმოსი. ციურ სხეულები ეს ყველაფერი. ვინ შექმნა ეს სიმდიდრე და მრავალფეროვანი ბუნებისა. რისგან შექმნა? არაფრისგან. დღეს დიდი ფიზიკოსები ამბობენ, რომ კი დიდი აფეთქებით დაიწყო ცხოვრება. და რა აფეთქდა? ლევან, ხო დაგვეხმარები, რა აფეთქდა? არ ვიცით. რაღაცა არარსებობა გახდა არსებული. და აი ამ არსებულიდან ახალი არსება შეუძლია ღმერთს შექმნას. აი ეს ვერება ხდება, რომ ეს ფიზიკური სხეული იქცევა სულიერ სხეულად. ის ახალ განზომილებაში შედის. როგორ? ეს ნივთიერი ხდება? არა. ეს ნივთიერი არის ის ბანკით უყურება, რომელშიც გროდება ინფორმაცია შენ შესახებ. როგორ იცხოვრე შენ ამ ქვეყანაზე. შენი ფიქრები, შენი გზნობები, შენი საქმეები ყველაფერი თვითონ შენ უჯრედში, თვითონ შენ სხეულის ნაწილებში ის დაფიქსირებულია. და აი ამ ინფორმაციის მიხედვით მოხდება. როქრისა მეთი არაფრისგან, კაი. ვთქვათ, შეიქმნა კოსმოსი. ნუ კაი, რაც შეიქმნა ვარსკვლავებზე მთვარი ხო. და მაგრამ ეს ხო ძარი ნივთიერებაა. როგორ გადადის ეს ცოცხალში? თუმცა უნარი გამრავლებისა და ინფორმაციის გადაცემის აქვს. ხო ეს შესაძლოა. ნუ რაცა მიკრობები, რაცა ანაერობული ბაქტერიები, რა არ ვიცით. ეს არ საიდუმლო როგორ ხდება. მაგრამ ხედავთ მრავალფეროვნებას ბუნებაში. და მრავალფეროვნებაში თავის ჰარმონიაა. ეგეთ ალპურ ზოლში, თქვათ, ალპური სხვა ბუნება არის. თუმცა გვეჩამხო ციცოვანი ტყეებია. თუმცა გვეჩამხო ფოთლოვანია. კიდე ზღვისპირას ნახავ სუბტროპიკული რაცა. და ის კი ერთი და ორი. ეს არის აი ეს ეკოლოგია, ხო? ანუ ეს სივრცე, რომლის არის ჰარმონია. სხვადასხვა ქმნილებათა. ეს ევოლუციის ხაზოვანი ლოგიკით ვერ მოხდება. ერთი უჯრედიდან ესე იგი და თითოეულ ქმნილებაში სანამ შეიქმნებოდა ასოს მისი ინფორმაცია, როგორც მე რეალიზდება ფიზიკურ სხეულში. ეს ინფორმაცია საიდან არის? τι შემოქმედება არის? იმიტომ რომ ისე წელი ამბობს უფალი ყოველ არს და ყოველ ავასეთ მადლიერს ისდა. მერტი შემოქმედია, ადამიანის ხელი შემოქმედია ზგავსება, მაგრამ მისი შემოქმედება ყველგან ბრუნდება იმ პირობების მიხედვით, რა პირობები ეგ. ზღვაში სხვა, მდინარეში სხვა, ტბაში სხვა არის და ჰაერში კიდე სხვა და კიდე ჩრდილოეთი სხვა, სამხრეთი სხვა, ეკვატორზე სხვა, ყველა. აი მრავალფეროვნება პირობების და მრავალფეროვნება ქმნილებების ამ პირობებში. სიცოცხლის სუნთქვა ხდება ყველგან. რათა დავწუნდეთ, რომ
თხოვლარს ღმერთი ჩვენი და სიცოცხლის წყარო და წმინდა ყველგან და ყველაფერში. და აი აღდგომაც არის როდესაც შენი ეს ფიზიკური ნივთიერება გადადის სამთში. ეს არის უზარმაზარი ენერგია, თუმცა აი ამ თითო ამ უნდისი არის ატომის ენერგია დაცემულმა ბუნებამ გამოიყენა ატომურ ბომბში. რა არის რომ ეს ენერგია დაგროვილი ერთ პატარა უნდისში უცებ თავისუფლდება წამში და ეს არის აფეთქება. აი წამში შენი ესენს იხსნება და იწყება ახალი ცხოვრება. მაგრამ ჩვენ თვითონ ამას ვერ შევძლებთ. ეს ხდით ხდება. ქრისტეს მოსმოსის. როდესაც როგორც მოციქული იასა მეტყველს რომ ეს სადა ქვეყანა დაიწყება. გრაგნილი დაიხევა ეს და იქნება ახალი სადა ახალი მიწა. ანუ რომელი ახალი ხო? ეს მოსული. ეხლა ვიღაცა ის პირველ კლასში იტყვის და მე იქამდე ჯერ მივიდეთ და მე კითხვა აღარ გაგიჩნდება. ესოდინება ხო? მადლობა. ქრისტე აღდგა. ჭეშმარიტად.